მოგესალმებით, მეთქე შემოგთავაზებთ Toyota Prius-ის მეოთხე თაობის ტესტ-დრაივს. მოკლედ, იმიტომ დავიწყე ამ მანქანით, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ბევრი ჰეიტერი ყავს ამ მანქანას. ან ძალიან ბევრი ადამიანს ეს მანქანა არ მოსწონს, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი დადის ქალაქში. მოდით გავტესტოთ ეს და გავიგოთ რეალურად როგორი მანქანა არის. ეს არის მეოთხე თაობის რესტაილინგი. 2000 Toyota-ს ეს მოდელები 2019 წლიდან გამოუშვა, ეს რესტაილინგები 2023 წლამდე. მანამდე 2016 წლიანები და 18 წლიანები როგორებიც იყო, ესე რომ გზელი ფარებით იყო და რაღაც, ეგ ხალხს არ მოსწონდა რა. ეს შედარებით უფრო თითქოს და ლამაზი მოდელია რა. წინ რასაც უყურებთ ესაა, კარგი ფარები აქვს. საკმაოდ რა, ეხა ერთი წლის წინ გიდა სადღაც $1000 ეს ერთი ფარი და ეხა ნამდვილად არ ვიცი რა გირს. სხვადასხვანაირი ფარები აქვს, მოყვება, რო უხვევდა, რომ მიყვება, ეგეც არავის შავი გულით, თეთრი გულით. ამისი კვადროებიც არსებობს, რომლებსაც კიდე სხვანაირი ფარები და აქ სანაცვლო ფარები აქვს და ისეთი არაფერი რა. რავი, სხვა რა უნდა ვილაპარაკოთ ამის წინა ვიზუალზე, გინდა გვერდითაზე. ქალაქში უკვე იმდენი დადის, რომ რავი, სადაც არ უნდა გაიხედო, უკვე ყველგან ეს მანქანები ხდება რა. ძალიან ბევრი იძახდა, რომ გასაგავსო ესო, ქალაქში არ შემოიყრებაო რაღაც, მაგრამ აი ძალიან ბევრი დადის და ძალიან ბევრს ყავს. გვერდს რო გავუყვეთ, ეხა გვერდი ჩვეულებრივი გვერდი აქვს. ეს დისკები არ გეგონოთ, ეს კალპაკები არის. ეს კალპაკები რომ მოხსნა, ჩვეულებრივი დისკები აყენია, რაც მესამე თაობებში ეყენა, ზუსტად ეგეთი აყენია რა. ეხა გვერდზე რომ ვიმჩნევთ, ანუ წინასწარი ცოტა დავარდნილია, უკანა აწეულია, ეგ იმიტომ აქვს, რომ წინაღობა რო არ ქონდეს მანქანას, დიდი ჰაერი რო გაჭასო, ცოტა დაწვას რა, ეს ჰაერის იზოლაციისთვის თუ რაღაცისთვის აქვს გაკეთებული, მაგრამ რავი 30 დაეწვა და აიწიათ რომ მანქანა თანაბრად გარიყო, ეგ კაი იქნებოდა. რავი, გვერდზე სხვა რა უნდა ვიმჩეროთ. მაგალითად, წინა თაობებს ქონდათ ხოლმე, მესამე თაობებს, ანუ რომ მიხვიდოდი, აქაც ქონდა რა, ხელით გაგება, ჩაკეტილი რო ყოფილიყო და აქედან ჩაკეტვა და ამას ეგ მარტო მძღოლის ხარეს აქვს დატოვებული, ანუ აქეთ აღარ აქვს. სხვა რავი, ეს ოთხკუთხედი კარია და მომწონს, ეგ ისეთია რა, კარგად აზის. უკანა მხარეზეც ორი სიტყვით ვთქვათ, უკანა მხარეზეც. აი, რაც ვიზახი რა, 16-დან 18 წლამდე ესე გზელი ფარები აქვს, ესე ცუდად რო ანათებს. ეს შედარებით უფრო თანამედროვე და უფრო კარგად ანათებს ეს ფარები. ტრადიციულად ორად გაყოფილი პრიუსის უკანა მინა გვაქვს და რავი, სხვა რა არის ამ მანქანაზე საქმე. პარკინგ სენსორები გვაქვს, რომელიც ფუნქციას ნამდვილად ასრულებს, წინაც და უკანაც გვაქვს. სხვა ისეთი არაფერი რა, კარკომპლექტაციას თუ შეიძენთ, დისკებიც მოყვება და ყველაფერი. სანამ გავივლით, მოდი უკანაც ჩავიხედოთ, როგორი ფართია, რომ ვიცოდეთ. ეხა ეს კამი აი ზედმეტად უკანაა გადმოწეული, იმიტომ რომ რავი, იწვა ვინიჭდა ვაფშე. ფართის ხრივ გვაქვს რა, ეხა თავზეც გვაქვს ადგილი, ძალიან დიდი არა, მაგრამ ცოტა ადგილი გვაქვს. წინაც არის ადგილი, აქ მოდი აჩვენე, აი ეს ორი შესაერთებელი გვაქვს, რომ დავტენოთ ტელეფონი. სხვა მხრივ ხელის დასადებიც გვაქვს, ისეა, მაგრამ ეს მანქანა შორგზაზე ძალიან დამღლელი იქნება, იმიტომ რომ ეს უკანა სკამი აი სწორად არ ჭვია რა, აი სწორად იმენა არ ჭვია და დიდ გზაზე გადასადგილებლად რა ვიცი ცოტა დამღლელი იქნება. აქ ორი ჭიქის ჩასადებიც გვაქვს და ტრადიციული პლასტმასები გვაქვს პრიუსის. არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ამ მანქანას უკანა მხარეს უფრო პატარა სივრცე აქვს, ვიდრე მესამე თაობებს ქონდა ხოლმე, იმიტომ რომ აი ხა ამაზე მესამე თაობის კოვრიკები დევს და ეგ კოვრიკებსაც ეთყობა, რომ დიდი კოვრიკებია. ანუ იმას უფრო დიდი ფართი ქონდა. სავარსები საკმაოდ კარგად გამოიყურება, მოდი აჩვენე. აი, კაი ფორმა აქვს რა, ამას. კაი ფორმა აქვს, თუ კარკომპლექტაცია შეიძენთ, კავიც მოყვება და ის კიდევ უფრო კარგად გამოიყურება. სხვა მანქანაზე არაფერი არაა სათქმელი, ქალაქში იმდენი დადის, რომ სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ეს მანქანა არის, ყველგან შეგხვდებათ. და ვიზუალის სისტემა ეხლა ყოველთვის მანქანას, როდესაც ადარებ რაღაცას, გემოვნების ამბავია, ვის მოსწონს, ვის არა. ეხლა ძალიან ცუდი შესახედაობისაც არაა, როგორც ზოგია პრიუსი და რაღაცა და. გადავიდეთ ეხლა და შიგნიდან დაგაწევთ გზაში ყველაფერს. რა თქმა უნდა, სტარტობით იქოქება ეს მანქანა. და აი აქ, როდესაც უკვე ხედავთ, რომ თანამედროვეა რა, ისე ან ამოდის პრიუსი რაღაცა, რომ ხვდები, რომ უკვე დაიხვეწა. არიხოთ ეხლა წავიდეთ, გავიაროთ ერთი რა მანქანაა, როგორი მანქანა არის და დანარჩენ ინფორმაციასაც დაგაწევთ.
აი ესეთ ადგილას რომ მოხვდებით ამ მანქანით, ანუ პრიუსით, არავინ გზას არ დაგითმობთ. და სხვა მანქანით რო იყო თან შავი რამე კამრით ან სხვა მანქანით, ანუ ყველა გზას დაგითმობს რა და ამ შემთხვევაში ამით უკვე აღარავინ გზას აღარ გითმობს. აი გზა რო გათავისდება, მე უნდა გახვიდე და წახვიდე. მანქანის რო გადაადგილდები, პირველ რიგში არის როგორ ერგები მანქანას, ანუ ვიდრე გარეთ, ანუ გარეთავი ვიზუალი ისეთია, რომ შიგნით ბევრად ჯობს ეს მანქანა. მორგების მხრითაც კარგად ერგები, ვილად დადის, სასიამოვნოდ დადის, ისეთია რა, კაია. ქმის იზოლაციასაც მინდა შევეხო. მესამე თაობასთან შედარებით ამ მანქანას ბევრად გაუმჯობესებული და ბევრად კარგი ქმის იზოლაცია აქვს, ვიდრე იმათ ჰქონდათ. ნუ ეხა აქაც არა ამ წანი ის, მაგრამ იმებზე ისე იყო, რომ გეგონება გარეთ იჯექიო რა და ამაზე უკვე შედარებით კარგია. ჯდომაც მომწონს, ანუ კაი სკამი აქვს, კარგი სასიამოვნო სკამი აქვს, ანუ კარგად ერგები და საჭესთანაც კარგად სიხარ. ძალიან ბირად დადის მანქანა, აი ძალიან ბირად დადის და ძალიან მანევრირებადია, ანუ ქალაქში როცა მიკაცრე გამოძრე, კაია რა მაგისთვის. ეხა საჭესო შევეხოთ ორი სიტყვით. რავი, ეხა ძალიან კაი საჭეც არაა რა, მაგრამ ნუ არაუშავდა ეხა პრიუსისთვის, არაუშავდა აქ ეს რავი, ილაკები გვაქვს, აქ ხაში მიყოლა აქ ამ მანქანას, ანუ ავტობანზე რო დადგები ხელებს რო გაუშვებ და ხაზებში რო თვითონ უხვევს და პლუს წინ რომ მანქანას მიყვება და ის რო აუჩხარებს, ესეც აუჩხარებს და რო დაატორმებს, ესეც დაატორმუზებს, ეგ ფუნქციები აქვს, ეხა ახალი მანქანაა და უნდა გქონდეს კიდევაც. ნუ სალონში განსხვავებები რაცაა ის არის, რომ თეთრ სალონიანებს ამათ მოყვება თეთრი ტორპედო, აქ ეს თეთრი ხაზები, თეთრი. ნუ ცოტა გადაჭარბებული თეთრი მოყვება იმ მანქანებს რა. და როდესაც შავ სალონს იგებ, კი შავებია ყველაფერი, მაგრამ შავ სალონიან მანქანასაც თეთრი არაფრის მქონე ჭერი მოყვება. არის ეხა ზოგიერთი კომპლექტაცია, რომელსაც ლუკიც მოსდევს, მაგრამ ნუ მაინც თეთრი ჭერი აქვს იმასაც, ეხა შავ სალონს რო აკეთებ, შავი ჭერი უფრო კარგი იქნებოდა. თეთრსალონიანი რო იყოს მანქანა კიდე ხო. ეხლა რა შეეხება გავაგზელოთ პრიუსებს, აი პრიუსებს ყველას, აი აქ შუაში გათხრილი აქვს ხოლმე აი ეს მაჩვენებლებთა და პარტაკაა შეცვლილი. უბრალოდ შეცვლილი რაცაა ის არის, რომ ამას ბევრად კაი გრაფიკები აქვს, ვიდრე წინებში იყო, რომ მწვანე და აი რა ნოკიას რო ფონი ქონდა, ეგეთი ფონი ქონდა და აქ უკვე გრაფიკები კაია, თან აი რეჟიმებს რო ვცვლით, აი ფლოვერში რო გადავდივართ, წითლდება. ეკოში რო გადავდივართ, ლურჯდება და ასე შემდეგ რა, ანუ ნორმალის დავდივართ ეხლა და ესე არის, აქ ბევრად კარგი გრაფიკები და ბევრად გაუმჯობესებულია. მონიტორს შევეხოთ, აი თაჩი კი არის, მაგრამ აი ძალიან პატარა და რავი, ხა უკანა ხედვის კამერას დიდად კაი არ აქვს. ერთადერთი ის არის, რომ თაჩია, ანუ კარგადაც მუშაობს რა, სწრაფად მუშაობს და კიდე ის არის, რომ სხვადასხვა კომპლექტაციებს ამათ მოყვება სხვადასხვანაირი მონიტორები. ეგეც კაია ხარ თუ კარგ კომპლექტაციას იქით, კარგი მონიტორი მოყვება. ზოგ საერთოდ აი აქ ესე დიდი პრიუს პრაიმივით დიდი მონიტორი მოყვება. და რაც შეეხება ამას, ანუ აი აქ კლიმატ კონტროლი ძალიან კარგად იდასაა დამონტაჟებული. ადვილი რა დაკონტროლებ და ბევრად ანუ ადვილი მისახვედრია რა არის რა, ეხები და რავი, მარტივი მისახვედრია აქ და მარტივად აკონტროლებ. სტანდარტული გადასართველი ხელის. რავი, აქ არ უხდება, მაგრამ სხვაგან სადღაც დაეკენებინათ ეგ თემაცაა და ისევ რავი აქ იყოს ხა პრიუსი. ტორპედო რა თქმა უნდა პლასმასისგან ნუ ხარისხზე ხა აღარ საუბრობ, იმიტომ რომ Toyota Prius-ია და პლასმასებია რა ხარისხი უნდა იყოს. არაფერი ხარისხი არ გვაქვს. სხვა მხრივ რაცა ისაა, რომ ძალიან კომფორტულია კიდევ ერთხელ სატარებლად და ეხა ხვდები ხალხი რატო ირჩევს ამ მანქანას. წვის მხრითაც ისეთი თემა არის წვა, რომ 4 წვავს ადგას ტრასაზე, 4.5 ქალაქში ეხა. ეს მანქანა თუ 5 ლიტრამდე ავიდა, რავი, ან ქალაქში რაღაც აპოკალიფსი ხდება, ან თქვენი ბრალია და ეს რო 5-მდე ავა, სხვა მანქანები წარმოდგენაც არ მინდა რამდენს დაწვავს რა, აი წარმოდგენაც არ მინდა სხვები რას დაწვა. სხვა მხრივ ყველაფერი კაია. რავი, ხა სივრცე არის, უბრალოდ მესამე თაობას აი აქ ესე ბარი რომ მოსდიო და ხელისასწრები და ის ეგ ძალიან კაი იყო რა, ის ძალიან მომწონდა და ამაზე ცოტა ისია.
მაგრამ არა უშავს კაია, კარგად ერგები და ყველაფერი კარგადაა. კაცი. აი აქ აქვს რეჟიმები U-mode, რომელიც და საქართველოში დიდად ალბათ არავინ არ ხმარობს. აქ აქვს dry mode, ანუ dry mode-ი ხა წინათავის შეწერა PWR eco და ის, აქ უკვე dry mode-ით აქვს, რომ გადავდივართ რეჟიმებს ისთვის ნორმალი, eco და sport. ანუ სპორტი რა PWR, ну, განსხვავებას ვერ გეტყვით, მაგრამ რა მოდი ვცადოთ რა PWR-ში გადავთოთ, ისო გაწით და ისო იმენა. აი ხა დაერხა, და პროს ჩავაჭიროთ, აბა ეხა როგორ მის. მივაჭირეთ ხა ბოლომდე, გადადი რა მოვაწექი. ვერ მიდი. რავი, აი ხა მიდის, რავი, აი მიდის 100. 100. ხო, ну ეხა ერთი და 8 ჰიბრიდია, ეს მანქანა. გამოიმუშავებს 121 ცხენის ძალას. ანუ 121 ცხენის ძალა ხვდებით რამდენია, ანუ 1-20 ცხენიც მეტიც რო ყოფილიყო, უკვე თემა იქნებოდა, მაგრამ ამასაც არ აუშავდა რა, ეხა ცუდი არაა ნამ. ეხა ბარს რო შევეხოთ, აი აქ კარ კომპლექტაციებს რო დადებ ტელეფონს დამტენი მოყვება და კავის სალონი რომელიცაა სავარწების გათბობებიც აქ ხოლმე. აქ გასაგები ჩასადები გვაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში ხურდებისთვის გამოიყენება, იყოს ორი ჭიქის ჩასადები გვაქვს, საკმაოდ კარგ ადგილას და ნუ ეს გვაქვს პატარა, აი ესე იგება, იქით ხარეს რომ გზავს აგრძნობინებენ ჩვენთვის სამხარო. ეს ჩასადები ძალიან პატარაა, თან უხარისხო რაღაცაა გადაკრული და არასასიამოვნოა და კიდე ერთ ცუდი რაც აქვს, აი ეს ძალიან ყანყალებს, აი. ანუ ხელით რო გიდევს, ყანყალებს რა. ყანყალებს. ეს არ უნდა ყანყალებდეს. რაც შეეხება რეჟიმებს, blind spot-ებიც აქვს სარკეებზე. კარგია ეგ. ნუ ხაში რომ დადის და მანქანას რომ იყვება ეგ ვთქვი, მაგრამ ერთი ცუდი ისაა, რომ როდესაც გავჭედი. ანუ ხაშიც მიყვება და მანქანასაც მიყვება ხოლმე, მაგრამ ცუდი რაც აქვს ისა, რომ ერთი პარკინგ სენსორიც რომ წყობრიდან იყოს გამოსული ან რაღაცა, ანუ კრუიზ კონტროლს აღარ ჩაგირთავთ ავტობანზე. ეგ ცუდია. კიდე ამ მანქანას აქვს გვერდული პარკინგი, ანუ როდესაც დააწვევი და გვერდზე დააყენებ, თვითონ აპარკინგებს გვერდულად. რავი, ეგეც ააკი ხა. მეტი რაღა უნდა ქონდეს, ფაქტიურად ყველაფერი აქვს ამ მანქანას. კიდე ის აქვს, რომ როდესაც კრიტიკულ სიტუაციებში ვარდები, ავტომობილი თავად გიმოხრუჭებს. თქვა თუ ქვეითი გადმორბის და ჯერ აქ ბრეიქს გიწერს, წრიპინებს და გაფრთხილებს, რომ მოსალოდნელია საქმე და თუ მაინც გადმოვარბი და ქვეითი სათქმე არ გააჩერეთ, ავტომობილი თვითონ ამოხრუჭებს. ნუ ეგ საფრთხის დროს ეგეთი რაღაცებიც აქვს რა, უსაფრთხოების თემაშიც კაია ეგ. კიდე როდესაც აპარკინგებ თუ ახლოს მიდიხარ, თვითონ გიჩერებს მანქანას სულ რომ გასაწვებოდე. პარკინგ სენსორები აქვს ყველა მხრივ, რომელიც კარგად მუშაობს, უბრალოდ ქალაქში გათიშული უნდა ქონდეთ, იმიტომ რომ ტვინს ჭამს, ანუ როდესაც მანქანასთან ახლოს დადგებით, წერიპინებს რა, აი მაგალითად ეხლა სანამ უცებ მოვასწროთ, აი აქედან ჩავრთოთ. აი, თვითონ ეს გვიჩვენა რომ აი, ხედავ, აი ესე წერიპინებს ქალაქში და ამიტომაც ჯობს რომ გათიშული ქონდეთ და ისე იაროთ. სხვა მხრივ რავი, ეხლა აღმართი ამოდიოდით და აი ძალიან ცუდი ხმები შემოდიოდა ძრავიდან. ძალიან ხმულოდა და ნუ ეხა რავი რო აჩქარდება მე მიდის ეხა ყველა მანქანა მაგრამ თავიდან აჩქარება უჭირს ხოლმე რა. სხვა მხრივ ყველაფერი კარგია, რავი. ცუდი არაა, ეხა ვიდრე გარედან შიგნიდან ბევრად ჯობს. ნუ ესეთი მანქანისთვის ტევადობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და წეგან საბარგულში არ ჩაგვიხედავს და მოდით ეხა ჩავიხედოთ საბარგულშიც. ელექტრო არა თქმა უნდა. არც რა უნდა არებოდა. აქ ეს პლუსის ფარდა. ძალიან დიდიც არა. რავი, თან ანუ ცერად როდესაც მოდის აქ დაბალ ბარკს დადებთ რა, მაგას რო დადებთ, იმიტომ რომ მოედება და ნუ რეალურად ძალიან დიდიც არა. თან აქ ქვეშ უკვე აღარ გვაქვს რა სივრცე. წინა მესამე თაობა პლუსებში აი აქ ქვემოთ
ნუ იქაც რაღაცას ჩადებდი რა, ბოლო-ბოლო ამ პატარა ჩანთას მაინც ჩადებდი და აქ უკვე ისეთი თემა არის, რომ დანგრატიტებს უკვე ქვეშ და ზაფხულსა და აღარა. რავი, დიდი სიფრთხილე არ გვაქვს რა აქ. ცოტა დიდი უკეთესი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ხელით ვკეტავთ საბარბოს. რო შევაჯამოთ. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ სატარებდა ძალიან კარგი მანქანაა, ფუნქციები აქვს, რბილად დადის, კომფორტულად დადის. ქალაქში გადასასვლელადაც კაია რა. ნუ ტრასაზე ხა ამ მანქანით ცოტა დამღლელი იქნება, თან უკანამგზავრებისთვის მით უმეტეს. გამძღოლი კი იკაიფებს, მაგრამ უკანამგზავრები ვერა. ძალიან დიდი ტევადობაც არ აქვს საბარგოს კი კაია, მაგრამ არა რა. მაგრამ 4 ნახევარს რო წვავდეს, რა მანქანა უნდა იყიდო ეგეთი არ ვიცი რა. ამ მანქანის ფასი სადღაც არის $12,000. ეხლა $12,000-ად ბევრი მანქანა მოგდის. მაგალითად, წახვალ ჩამოიყვანს ბოლო-ბოლო, ვისაც ფლექსაობა უნდა და ვისაც რავი, просто თავის გასწორება უნდა რა, წახვალ ბოლო-ბოლო BMW-ს ჩამოიყვანა, რამეს Mercedes-ს ჩამოიყვანა. მაგრამ ამ მანქანას რო ყიდულობ, თავისი დანიშნულებისთვის უნდა იყიდო. ეს ეხა კონკრეტული ლითიუმის ელემენტებზეა, 2019 წლიდან Prius-ი ყველა ლითიუმის ელემენტებზეა, მანამდე კიდე 16-18 წლამდე ისეთი თემაა, ანუ ზოგი ლითიუმის ელემენტებზეა, ზოგი არა. ამ შემთხვევაში ეს ლითიუმის ელემენტებიც რო არის უფრო გამძლეა. ანუ ძველები რო ფუჭდებოდა ხოლმე, ეგრე აღარაა. თან უფრო ეკონომიურიცაა. ხო და მაგას ვიძახი მანქანა გინდა და გამძლე მანქანა გინდა, სხვა რა მანქანა უნდა ჩამოიყვანო, ან შეიძინო. თან მით უმეტეს ეხა თუ სატაქსაოდ გინდა, ერთ-ერთი საუკეთესო მანქანაა ეხა. კი შეიძლება Fusion-ები ჩამოიყარა, მაგრამ ნუ თავისი მინუსები აქვს იმ მანქანას რა. ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე Fusion. ნუ ისევ სატაქსაოდ ვიძახი. ბევრს ეს მანქანა არ ყავს სატაქსაოდ, ოჯახისთვის აყავს, მეც ვემხრობი ამას. ერთი Prius-ი ოჯახში აუცილებლად უნდა იყოს. გეყოლება კაი მანქანა სადმე გახვალ, არ და ქალაქში სარბენად ირბენ რა, ეკონომიურია, გამძლეა, კომფორტული სატარებელია. ნუ მეტი რაღა უნდა გქონდეს ამ მანქანას ეხლა, თან $12,000-ად. რა, მოდი რა ჩავიხედოთ ერთი. კი არაფრის ხმელი ძრავი აქვს და კი არაფერი, მაგრამ მაინც ჩავხედოთ. ვაშინ ეს ხელი იყო ცოტა. რავი, ხაი აქ რა უნდა ვთქვათ რა. არც არაფერი. 121-ს გამოიჩავეს 1.8 ჰიბრიდი, რომელიც გამძლეა საკმაოდ. მესამე თაობებს ცოტა რაღაცეები ქონდათ ხოლმე, მაგალითად, რავი გასარემონტებელი ხდებოდა ხოლმე, CO-ს იყიდებდა ხოლმე და ნუ ამ შემთხვევაში არა რა. და ამ ძრავის აქაც არ მოგიწევთ ხოლმე, იმიტომ რომ რავი, რატომ უნდა მოგიწევთ ამ საკითხზე? ზეცი შესაძლოა თუ მიყავთ თვითონ შეგიცვით, თვითონ ახდიან და თვითონ ჩახავენ და მე დააფარებენ. თქვენ არაფერი. სვეჩების შესამაზე კიდე უფრო მარტივია, იმიტომ რომ მესამე თაობებში გიწევდა მთლიანად ეს დაგეშალა ძრავნეთ ჩასულიყავი და აქ უკვე ისეა რა. ეგრევე ამ ხუბს მოხსნი, სვეჩებს ამოიგებ და შეცვლი. ნუ რავი, აქ არაფერი არაა სხვა ისეთი რა. მარტო ზეთის შესასვლელად მიყავთ ხოლმე, ახდიან ამას, დააფარებენ და გამოგიშვებენ. შენ არც მოგიწევს ამის ყურება. რო შევაჯამოთ. რავი, კარგი მანქანაა რა ეს. ქალაქში გადასადგებად სამოძრაოდ ძალიან კაი მანქანა არის, ეკონომიური, გამძლე და რავი, ელემენტებიც ამას ლითიუმი რო აქვს, ისინი რო იყო რომ დასუსტებას იწყებდნენ ძველი ელემენტები, ეს უკვე ეგრე აღარა რავი, ჯერ არ უნახავთ ლითიუმის ელემენტები კაფუჭებულები, არავის მე მგონი. $12,000-ად ყიდულობთ ამას, თუ იცით რისთვის ყიდულობთ, ანუ დანიშნულების სამეფ, ეკონომიურობისთვის, გამძლეობისთვის, galaxy სარბენად. დანარჩენისთვის რავი, ხა საფლექსაოდ ეს მანქანა არ გამოდგება, საფლექსაოდ $12,000-ად წადით და სხვა მანქანა ჩამოიყვანეთ, რამე კაი. დღეისათვის სულ ეს იყო. დღეს ჩვენი გავტესტეთ მეოთხე თაობა Toyota Prius-ი, გამოიწერეთ არხი და ჩვენ კიდევ უფრო და უფრო მეტ ვიდეოს შემოგთავაზებთ, რა თქმა უნდა. ნახვამდის.